ისე რო დაყუდებულ ხართ იმაში რა ქვია რუსთაველზე და ხან კატის და ძაღლის კნავილზე რო ხართ ატეხილი და იგავით ახლა ლაფართხები და წადით ეგერ ნიჩვებით და გააკეთეთ ისა რა ქვია გზები და მიეხმარეთ ხალხს და იგი იქნება თქვენი აქცია და თქვენი პატრიოტიზმი მაგრამ ისე გადარდებთ ახლა თქვენის ხალხი როგორც მე მადარდებს რაღაც კამბოჯაში რა ხდება მოკლედ შემოვიდა აუდიტორიის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი და დავიწყებ მაშინ ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარს. დღეს მიმდინარეობდა სტამბულში მოლაპარაკებები დიპლომატებს და ექსპერტებს შორის, რუსებს და ამერიკელებს შორის დასრულდა შეხვედრა, თუმცა არანაირი განცხადებები, არანაირი, ესე რომ ვთქვათ, ინფორმაცია არ გამოსულა. კომენტაროთ იქნა დატოვებული ყველაფერი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა არის და მხარეები შეთანხმდნენ იმაში, რომ სანამდე გაირკვევიან რაღაცეებში, მანამდე განცხადებები არ გააკეთონ. აბსოლუტურად ნორმალური მოვლენა არის, მაგრამ რადგანაც დიპლომატები და ექსპერტები ორივე მხრიდან იყო მოწვეული ამ შეხვედრაზე, ესე იგი რაღაც უკვე კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს საუბარი და ამ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ექსპერტთა აზრი საჭირო იყო, დიპლომატებს სჭირდებოდათ და გასაგებია ის, რომ უკვე მხარეები გადასული არიან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე. მათ შორის დღეს ბლუმბერგმა, გავლენიანმა გამოცემამ გააკეთა ასეთი განცხადება, პუბლიკაცია იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ერთობლივად თანამშრომლობას აპირებენ არქტიკაში, სადაც უამრავი ესე რომ ვთქვათ, თანამედროვეობისთვის საჭირო რესურსი არის და ამ რესურსებისათვის თანამშრომლობაზე არის საუბარი, ასევე საუბარი არის იმაზე, რომ კი სანქციების გახანგრძლივება მოხდა ტრამპის მხრიდან, რაღაც ნაწილი სანქციების, ყველასი არა, მაგრამ საუბარი არის სანქციების მოხსნასთან დაკავშირებითაც, ახლა რუსეთი არის ყველაზე დასანქცირებული ქვეყანა, ამიტომ რაღაც სანქციები მოიხსნება, რაღაც სანქციები დარჩება, სავაჭრო საკითხი არის. მოკლედ რაღაცნაირად ეს ორი ქვეყანა ერთმანეთში გაარკვევს ურთიერთობას, თუმცა დახურულ კარს მიღმა საუბარი ცოტა ძნელია და საქმე არის იმაში, რომ უბრალოდ რა ფაქტობრივი რეალობა არის შექმნილი. ამ ბლოგს სახელად დავარქვი ეგრეთ წოდებული ახალი ნატო. ახალი ნატო, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპაში განსაკუთრებულად დაიწყეს ფიქრი იმასთან დაკავშირებით, რომ ნატო როგორც ასეთი სამხედრო ბლოკი, რომელიც არსებობდა ცივი ომის პერიოდიდან 59 წლიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე, შესაძლებელია ამ ფორმით აღარ გააგრძელოს არსებობა, იმიტომ რომ ტრამპის ადმინისტრაციის და ევროკავშირის ქვეყნების ესე რომ ვთქვათ, პოლიტიკა ერთმანეთში ისე სინქრონულად და ისე ჰარმონიულად აღარ მოდის, ამიტომ საფიქრებელი არის იმაზე, რომ ერთმშვენიერ დღეს შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები საერთოდ გავიდნენ ამ სამხედრო ალიანსიდან და მაშინ რა ეშველება ევროპას, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე ძირითადად ამერიკული სამხედრო ფარის იმედად იყო და თავიანთ შეიარაღებაზე ნაკლებად ფიქრობდნენ ერთეული ქვეყნების გარდა. ახლა კი, როდესაც ამერიკელები ამბობენ იმას, რომ ჩვენ აღარ მოახდენთ თქვენი ქვეყნების უსაფრთხოების დაცვას, ამიტომ
ინვესტიცია უსაფრთხოებაში განახორციელებს.